ეს ქვეწარმავალი დღის განმავლობაში დაჭერილ დანარჩენ გველებთან ერთად მერიის ცხოველთა თავშესაფარში გადაჰყავთ. კვირის ბოლოს კი თბილისთან მდებარე ნაკრძალებსა და ტყეებში უშვებენ. გამოირჩევა აგრესიულობით, ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. კიდევ სხვა სახეობები, რომლებიც ამაზე დიდები არიან, ზოგი უფრო პატარების არის და ყველა ადამიანს მოუწოდო ყურადღებისკენ, ანუ გველის გამოჩენასთან დაკავშირებით იმ წამს მოახდინა დარიგ 112-ზე. ტემპერატურის მატებასთან ერთად თბილისის ზოგიერთ უბანში ქვეწარმავლების მომრავლება შეინიშნება. მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აპრილში 5, მაისში 109, ხოლო ივნისში 3 დღის მონაცემებით 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა. ჰერპეტოლოგების განმარტებით თბილისში შხამიანი გველი იშვიათია. ძირითადად გვხვდება ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა, გველხოკერა, რომელიც სინამდვილეში ხვლიკია. ანტისანიტარია არის, იქ მოდის თაგვი, თაგვა მოდის და ეს არის მაგათი საკვები ბაზა. ეს არის მაგათი საკვები ბაზა, თუ თავშესაფარი არ უნდა გქონდეთ ეზოში და ფიცრები, შიფერი, ესეთი რაღაცეები. და მეორე მომენტი არის, რომ აუცილებლად ბალახი უნდა იყოს გაწვდილი. ეს დამიჯერებს 80% არის უკვე გარანტიით, რომ ის გველი ახლოს არ მიიღება. ყველაზე ხშირად მონიტორინგის სამსახურს თბილისის გარეუბნებიდან იძახებენ. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, კორპუსებთან ახლოს ბალახი გათიბული იყოს და მაქსიმალურად დაცული სისუფთავე. გველის დაკბენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლად მიმართონ ექიმს. ასეთ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია.